უკვე წელიწადნახევარი არის ცოტა მეტი. ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროექტი, რომელიც მოიცავს წყალდიდობების შესწავლას, წინასწარი შეტყობინების დამონტაჟებას მდინარეებზე, დოლიძე კაბელზე, ლაგოდეხის ხევზე და მინის ხევზე. ასევე შესწავლილია სხვა მდინარეებიც და შემუშავებულია ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის რეაგირების გეგმა. და ასევე აქტიურად არიან ჩაბმული და ძირითადი მონაწილეები არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო. პროექტი მრავალკომპონენტიანი არის, მოიცავს ეგრეთ ვთქვათ მეცნიერულ ნაწილს, პრაქტიკულ ნაწილს და განმანათლებელ ნაწილს. მეცნიერულ ნაწილში მოხდა მდინარეების შესწავლა, დატბორვის ზონების გამოყოფა, მოდელირება უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით. შემდეგ მოხდა მუნიციპალიტეტებთან ერთად წყალდიდობებზე რეაგირების გეგმის შემუშავება აღნიშნული რუკების საფუძველზე. და ტრენინგებიც ჩატარდა, ერთ-ერთი ტრენინგი დღესაც მიმდინარეობს, სწავლება, სიმულაციური სწავლება, თუ როგორ უნდა მოახდინოს გამგეობა მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ reagirება стихийურ მოვლენებზე. W ubiegłym roku dokonałem oceny planów reagowania. Przygotowałem stosowne wnioski do jego aktualizacji. Na zagrożenie powodziowe przygotowałem nowy plan, który został przekazany dla Was, dla samorządu. Również dokonałem, jak wygląda cały system powiadamiania w przypadku zagrożenia. A dzisiaj wypełniam taką rolę rozjemcy, który ocenia pracę organizatorów ćwiczeń z NEA, z MSW, a jednocześnie oceniam pracę samorządu. დღეს ტარდება სიმულაციური ვარჯიში გამგეობის ინიციატივით. ჩვენ როგორც წითელი ჯვრის საქართველოს წითელი ჯვრის ლაგოდეხის ფილიალის წარმომადგენლები ვღებულობთ მონაწილეობას ამ სიმულაციაში. ჩვენ გვყავს 20 კაციანი დატრენინგებული ჯგუფი კატასტროფების კუთხით, ფსიქოსოციალური პირველადი დახმარების კუთხით. ვართ ჩვენ ხელისუფლების დამრხმარე როლი და კატასტროფების შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით ხელისუფლებას. ეს სიმულაცია გახლავთ, ეს დიდი სიმულაცია გახლავთ ჩვენთვისაც პირველი. თუ არ ჩავთვლით, რომ შრომის სკოლაში ჰქონდა მსგავსი სიმულაცია და ცოტა ვიწრო მასშტაბების იყო, ეს არის დღეს ჩვენთვისაც გამოცდა. რეალურ სიტუაციაში ჩვენ ვართ ხელისუფლების დამხმარე რგოლი, როგორც უკვე მოგახსენეთ და საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოხალისეებით ვერთვებით იმ ღონისძიებებში, რაც დაიგეგმება ხელისუფლების მიერ კატასტროფების კუთხით.
ლაგოდეხის ტყეპარკში სიმულაცია სტიქიის ანუ წყალდიდობის, რომელშიც ჩართული არიან წითელი ჯვრის მოხალისეები, არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, როგორც რეგიონალური, ასევე ადგილობრივი არიან ჩართული, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები. ხდება სიმულაცია წყალდიდობის დროს ერთ-ერთ შენობაში დარჩენილი მოქალაქეების გამოყვანაზე. ეს არის გარკვეულწილად ტრენინგი, რომელიც შემდგომ ღმერთმა არ დაგვაჭიროს, როდესაც რეალურად ამის სტიქია მოხდება მუნიციპალიტეტში, თუ შტაბმა როგორ უნდა იმოქმედოს, იგივე ამ მოხალისეებმა, იგივე სამსახურებმა, ყველა მეთოდულად როგორ უნდა ვიმოქმედოთ ოპერატიულად, რომ შევძლოთ მოქალაქეების ევაკუაცია და შევძლოთ ასე ვთქვათ დაზარალებულებისთვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ამისათვის დიდ მადლობას მოვხდი მე პოლონეთის წარმომადგენლებს, რომლებთაც პროექტი აქვს განხორციელებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და ლაგოდეხის რამოდენიმე მდინარეზე დაყენებულია აპარატები, მათ შორის ლაგოდეხის ხევზე, ნინოს ხევზე, კაბლის ხევზე და რომელიც წინასწარ გვაცნობებს თუ ხდება წყალდიდობა, თუ რამე წყლის მოვარდნის საშიშროება, წინასწარ ეს აპარატები ამის შესახებ ინფორმაციას გვამცნობებს და შემდგომ უკვე შტაბი მოქმედებს იმ გეგმით, რომელიც მას გააჩნია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლონური მხარის და საერთაშორისო ორგანიზაცია კივიტას გეორგიკას მეშვეობით შედგა წყალდიდობის შემთხვევაში რეაგირების გეგმა. ამ გეგმის მიხედვით გაიწერა ის ღონისძიებები, თუ წყალდიდობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა, სამაშველო სამსახურებმა უნდა გააკეთონ. შესაბამისად ამ გეგმის მეშვეობით მოხდა ისიც, რომ გადამზადდნენ მოხალისეები, გადამზადდნენ ის ადამიანები, რომლებიც ესეთ საგანგებო სიტუაციებში უნდა ჩაერთონ სამაშველო ოპერაციებში და დღეს არის ძალიან საინტერესო დღე, დღეს არის პრაქტიკული მეცადინეობა და ფაქტიურად მთლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან, მიას წარმომადგენლები არიან ჩართული, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი სამაშველო სამსახურები და ერთობლივი ძალებით ხდება აი იმიტირებული სამაშველო ოპერაციების ჩატარება, რაც მომავალში გამოადგება ამ სამსახურს, რომ ეფექტურად იმოქმედოს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის ერთობლივი პროექტით გაკეთდა ჩვენთან ქალაქ ლაგოდეხში სიმულაცია. არ ვიცი, რამე სტიქიის დროს რამე რო მოხდეს, ღმერთმა დაგვიყვაროს, უნდა ვიყოთ მზად რაიონის გამგეობას და სახალხო სამაშველოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ერთობლივი ღონისძიებით ჩატარდა სიმულაციური ჩვენება მოსახლეობისთვის, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ამა თუ იმ საევაკუაციო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩატარდა წყალზე სიმულაციები, თუ როგორ გადმოყავს დაშავებულები და ჩატარდა ზემოდან შენობიდან ჩამოსვლის და ევაკუაციის ჩვენება. ეს მსახურება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მხარის, კახეთის მხარის დახმარება, ინფორმაცია და ასე ვთქვათ, მოსახლეობის ინფორმირება თუ ამა და იმ სტიქიის უბედურებასთან გვექნება საქმე. ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ლევანდევის მონაწილეობაში, მადლობა ბიჭებო თქვენ, მადლობა ყველას, იმ გოგოს განსაკუთრებით ყველაზე მეტ გვილოდა. ესეთი რამე არ დავხვდები. მაგრამ თავარია რომ გვაქვს ეს ინვენტარი, ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ყველაფრისთვის. სავარაუდოდ ჩვენ ამ ინვენტარს გადავცემთ იმ სამსახურს, ვისაც ეს საქმე აბარია ასეთმა სამართლებო სამსახური რომ არის და იმედი გვაქვს, რომ თუ რაღაცა მოხდა ისეთი უბედურება, უფრო შეწყობილად კარგად ვიმუშავებ და რა ვიცი, მოხალხეებსაც გადავარჩენ და სამშვიდობოს გამოვიყო.